მამუკა მდინარაძე გამოსულა და უთქვავს, რომ აი ძირს დაგდებულ ახალგაზრდას რო ურწყავსო, სპეცრაზმელიო და ჟურნალისტს რო კისერს ამტრევსო, მაგეებისო პრევენცია უნდა მოხდესო, ეგეთი რაღაცები აღარ უნდა მოხდესო. და რატო მოხდა? მანამდე პირველივე დღეს როცა სპეცრაზმი გამოვიდა და არანაირი ნომერი და აიდენტიფიცირებელი ნიშანი რო არ ქონდათ, ხო ატყდა ერთი ამბავი და ყველა ყვიროდით ეთერებიდან ისე ასე რომ არ შეიძლება ეგრე და სპეცრაზმს უნდა ქონდეს ამოცნობი ნიშანი, რომ რამე რო დააშაოს, ვიღაცა იყოს პასუხის მომთხოვნელი თქო. და თქვენგან იყო ირონიული დამოკიდებულება, ძალიან კარგად გავარკვევთო კაცო, ჩვენ თუ დაგჭირდაო. და მე კობახიძე ცალკე გამოვიდა და იძახდა რომ უიო, ვეღარ გავარკვიეთო. სინამდვილეში თქვენ აი გნიშნები მოხსენით სპეცრაზმელებს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები დაავალეთ, რის გაკეთებაც რისკთან იყო მათი მხრიდან დაკავშირებული. როგორი ამბავია ხა ადამიანს რო ავალებ რომ ვიღაცას სახისძულები დაუნტრიე, პირში აფურთხე, გაზით მოწამლე და ასე შემდეგ, ის ფიქრობს მე რა, ის სპეცრაზმელი რომ რავი საქმეს რო დაჭირდეს და მე რომ მე გამასამართლო და ჩამსვან, რატო? რა სანდო თქვენ ახართ რომ მაგას არიზავთ? ხო, იმათვისაც არ ახართ სანდო, ძალიან კარგად იცოდით. და ამიტომ შეუქმენით ეგეთი სიტუაცია, რომ დაპირდით, რომ ჩვენ კი არაო, ხელისუფლებას რო შეიცვალოს და ვიღაც შემდეგ ხელისუფლებას რომ მოუნდეს პასუხი გაგებინოთ, ისინიც ვერ გაგებინებენო, იმიტომ რომ კაცშვილი ვერ გაიგებს ვინ იყავითო. აი დაუშლობის სინდრომი შეუქმენით. იმიტომ რომ რასაც ავალებდით, ყველაფერი შეესრულებინათ და იმაზე არ იფიქრათ, ვაიმე არ დავისაჯოო. აი გააკეთეთ თქვენ მაგით, თორე აბა რა ვიცი რაღაცა 134 რო აწერია პირობითად მხარზე. რა ზვიად ხარაზიშვილია თუ ის ვიღაცა საიდან გაიგებს რიგითი ადამიანი, ხო ისევ სახელმწიფო სტრუქტურები გაიგებდნენ საჭირო რომ გამختارიყო. საკუთარ თავს აბა რატო წაართვით მაგის გაგების საშუალება, რომ ვინმეს რამე რო დაეშავებინა, ეგ ვინ იყო გავიგოთო. საკუთარ თავსაც წაართვით მაგის გაგების საშუალება სპეციალურად. იმიტომ რომ იმათ ქონოდათ სპეცრაზმელებს გარანტია, რომ კაციშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს ვინ რა გააკეთაო. 1971 წელს ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის დარგში, ზიმბარდოს ექსპერიმენტის სახელით არის შესული ისტორიაში. და დღემდე ყველა მნიშვნელოვან და დიდ სახელმძღვანელოშია შეტანილი. როცა ზიმბარდომ დაყო რიგითი სტუდენტები ექსპერიმენტისთვის, ვითომ ერთი ნაწილი ციხის ბადრაგები იქნებითო და მეორე ნაწილი პატიმრებიო. აი ეს რენდომად გაყო აბსოლუტურად და ეს ექსპერიმენტი რამდენიმე დღეში შეწყდა. იმიტომ რომ ამ ზიმბარდოსთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორი სისასტიკე გამოიჩინეს ადამიანებმა, რიგითმა სტუდენტებმა, რომელსაც მართლა შეუქმნეს დაუშლობის განცდა და ეს დაუშლობის განცდის მქონე ადამიანები საკუთარ თანაკურსელებს ექცეოდნენ სასტიკად. და მით უმეტეს ეხლა ვიღაცა სპეცრაზმელს, რომელსაც აქეთ აგულიანებ, რომ ისინი შენ გაგინებენ და იმათ შენთვის ეს უნდათ და ესენი არიან და ესენი არიან, რა რეები აკეთებინეთ, მე უკვე გასაგები გახდა, ხო? აი მაგიტომ გააკეთ, ეხლა რო პრევენციაზე ლაპარაკობთ. პრევენცია რო გდომოდა, მთელი ქვეყანა მაგას ყვიროდა, რომ სპეცრაზმელებს როგორ ააქო, არა აქვთ, ამომცნობი ნიშნებიო. და ახლა აქვთ. ახლა რო დაჭირდეს სახელმწიფოს სპეცრაზმის გამოყენება, რო გამოიყვანთ, ეხლა იქნებათ ეს ამოცნობა. ეხლაც არა აქვთ. და ვის ატყუებთ? ვის ატყუებთ უბრალოდ? აი ვინმე დაიჯერებს მაგას? მამუკა მდინარაძის ვის ჯერა საერთოდ? ამ ქვეყანაში ქოცებსაც არ ჯერა, ქოცებმაც იციან კაცო, რომ მამუკა მდინარაძის საქმე სჭირდება და იმიტომ ლაპარაკობს ესე ბრტყელად, თორე მამუკა მდინარაძის სიტყვას რიგითი ქოციც არ დაიჯერებს. დააჭირდათ ეხლა დაიღალენ ისა კობახიძე და პაპუაშვილი ეთერებში სირბით, ამასაც გამოაგორებენ ეხლა ალბათ დებატებშიც დასვავენ და მაგისტრის გამოაჩინეს. კოორდინაციას უწევს რა ბიჭი. ბიძინას შნირი ხარ ჩვეულებრივი მამუკა მდინარაძე, აგერ გეუბნებით, ჩვეულებრივი ბიძინას შნირი ხარ. აი გახარ სინამდვილეში და რომ გაუკეთებია ისა ჰალსტუხი და იმას კაცობს აქ. შენ მოგეთხოვება პასუხი თავის დროზე. ძალიან წარედ მოგეთხოვება. აი ის სპეცრაზმელი რო ვერ გაირკვევა ვინ იყო. იმედი მაქვს რაღაცნაირად გაირკვევა, ვინც რას აკეთებდა, მაგრამ რომ ვერ გაირკვეს, იმათ მაგიროთ, ყველას მაგიროთ შენ მოგეთხოვება. აი ეგრე იქნება ეგ ამბავი, დროის ამბავია ეგა.